მოვედი ისევ მენახირის ცოლივით შეღებილი ვარ, რას გადავეკიდე ამ მენახირეებს. მეც დავდიოდი ნახერში. უნდა მოვყვე. ჩემმა მეგობარმა გამახსენა. ანდი გამოვხდოთ ეს სინათლე, აშკარად არ მომწონს. ნახე რა, კაი გოგო ყოფილვარ. ჩემს ჩაცმულობაზე ზემოთ ზრუნავს ირინა. ქვემოთ გაჩვენებთ მერე. ბავშვობაში როცა ძალიან გაჭირდა ყველას გახსოვთ ეგ პერიოდი 90-იანებში მამაჩემმა პირველი რაც გააკეთა შეიძინა ძროხა. ნაცარა ერქვა და ძალიან ჭკვიანი იყო. ნაცარას მერე ეყოლა შვილი ნუცა და მერე არ ყოფნიდა სამ ბავშვს. ეს ამდენი უქონლობა, უშოვრობა 90-იანები ამ ერთი ძროხის რძე და მამამ იყიდა მესამე ძროხა, ზოია. დილით როცა ვერ ასწრებდა ხოლმე, მე რაღაც გამოჩნდა სამსახურები, რამდენი ხანია ესე აწეული თმა მქონია. გამოჩნდა რაღაცები და მამამ დაიწყო მუშაობა. მე ვიყავი საკმაოდ მოზრდილი გოგო. მე 6-ე, მე-7-ე, მე-8 კლასელი როცა უკვე ვიბრანჭებოდი, ვფიქრობდი რომ პამადა წამესვამ, რომელიც შემეჭამა ახლა. დილით გამყავდა ხოლმე ძროხები და საღამოს ხვდებოდი ხოლმე, როცა მამას ეს ჭირდებოდა. და ჩემი დაქალი მახსენებდა ბავშვობის, რომ გახსოვსო, რომ დაგყვებოდიო. და რატო დამყვებოდა, უყნდა არ ვიცი, რა მოწონდა. მე არ მაკომპლექსებდა. მე არასდროს არაფერი არ მაკომპლექსებს. გარდა ცუდი რამისა. ხანდახან ცუდი რამიც არ მაკომპლექსებს ხო. მაღაზიაში შესვლა მაკომპლექსებს უკვე, იმიტომ რომ არაფერი არ მომიტანია, ეს არაფერია რომ შელაგდება მაცივარში და 120 ლარი დავხარჯე. დავიწყოთ რა ვიყიდე. როგორც მოგახსენეთ ზემოთ აღნიშნულ ვიდეოში, ნიკოლოზ მივაშველის ტაფილოები და ვცდილობ რომ ცოტა ესეთი პეტერები წინაზე უფრო ბეიბის ტაფილოები ვიპოვე. სტაფილო მამას სისხლად შეფასებული შავი ქლევი, რომელიც მე მიყვარს ძალიან. არ ვიცი ვიღაცა ან მე მეახლა, ან ეხლა დავინახე, ან ახალია, ვერ გეტყვით. ბონა, რომელიც არის მწარე, ცხარე. ფასდათმობაში იყო, რა თქმა უნდა, ისე 4 და რაღაც ღერდა ხელს არ მოვყიდებდი. ბონა, თაფლით და მარილით. 9 ლარი. რამდენი გრამია? მე ჩემთვის ვყიდულობ ხოლმე და ვიხალავ ეს 150 გრამი 300, 450 გრამი მიწის თხილში, თუნუქის ქილებში მივეცი ამდენი. საფერფლები, 3 საფერფლე ვიყიდე. სასინჯად რაღაცა ახალი. უშაქრო, ულაქტოზო, კარგი, ძვირიანი იოგურტი. ორნავიჩი არაჟნის ყივა დამავიწყდა და ეს მიწის თხილები ნიკორაში შევიძინე. ავიღე დღის არაჟანი, იმიტომ რომ დღეს საღამოს მენიუში პილმენი მოითხოვა. მორბენალმა პილმენს რა უნდა არაჟანი და შავი პილპილი. რაც ხდება ერთი წუთით TVC ბანკიო. ეს ორი ტელეფონი მკლავს. აქცია ბერგჰოფში. იქ სად არის? ერთგული საკრედიტო ბარათით არ მინდა. 14 ოქტომბერი დასვენების დღეა, გასაგებია. რა გავაკეთო? კაი. ეს ყოფილა 100%-ით ნატურალური წვენი. ასე გვიწერენ შაქრის გარეშე არ შეიცავს კონსერვანტებსა და ჯანდაბებს. დიდათ არ სვავს.
ვაშლისას, მაგრამ ვაძალებ, როცა რომელიც ხდება ფასდათმობაში, ვიძენ აუცილებლად იმას. ესენი რო არ მქონდეს, არ ვიცი, ამდენი ცელოფანი საჯანდაბაში უნდა წამეღო. კი მაკლია ხოლმე. მაგრამ ცალკე შევიძენ. ეს არის ჩემიავლადიდება. სახლის გასაღები, მანქანის გასაღები და ნაჭრის ფრანგული, ნამდვილი ფრანგული. რამდენი დამიზოგა სავარაუდოდ. ლარი ყოველდღე მაღაზიაში ფული. შემდეგი რაც შევიძინე, ჩვენთან საბჭოს მოიტანზე წინა ვიდეოებში გაჩვენეთ, არის იყიდება ხინკალი, ანუ ნედლიც სახინკლი არ არის. ანუ მხოლოდ მზადდება, ნედლიც აქვთ, გაყინულიც აქვთ. ყოველთვის იმიტომ შევდიოდი, რომ ხედავდი გარეთზიან, ანუ თვალსაწიერია, თვალით მარტივად შესამჩნევია, როგორ მუშაობენ და იცოთ ხელთათმანი. დღეს დავინახე, რომ ერთ ქალბატონს არ ეცვა. არ ვიცი იმაზე გაბრაზდა და 50 ლარი მაგიტო გამომართვა ამ ყველაფერში თუ ნამდვილად იყო, იმიტომ რომ ცოტა გავბრაზდი და მოთხარი არ შეიძლება. მე აქ იმიტომ მოვდივარ, რომ ვიცი, რომ ხელთათმანით და სუფთად აკეთებთ, მე ჩემ შვილებს არ უკეთებ ხანდახან ხელთათმანის გარეშე თქო. და კიცა 50 ლარი. პირმენი კილოზე ცოტა მეტი ძალიან გემრიელი აქვთ. ხორცის შევდეთ პირდაპირ საეულებში გაგიმალებით. მე ძალიან მიყვარს კარტოფილის ხინკალი, რა გავაკეთო კარაქით. გიშდები, ჩემთვის 1 კილო კარტოფილის ხინკალი. ნაწილ-ნაწილად გავსვამდი. და 15 ცალი სამეფო ხინკალი. და ამაში გადავიხადე 50 ლარი და 55 ცენტრი, აღარ ჩხუბის მერე. იქამდე არ ვიცი რა ღებდა. კარგი ხორცით ამზადებენ, ძალიან დაწესწილია და ძალიან კარგია. გადავიდეთ შემდეგ. რამე როცა არ გეძინება, რომ თავი შეიქციო ქვია ამას და ჭამო ხელოვნური რაღაცები. ცდილობ, რომ ტკბილი აბსოლუტურად ამოვაგდოთ. ჩუდოს ფასდათმობაში იყო სიროპები, მოჭიქული ყველი. რა თქმა უნდა, ორი ნაბიჯის პროტეული, რომელიც ძალიან კარგი აქვს. ეს წითელი ვაშლი იყო უგემრიელესი, უხრაშუნესი და ჩემთვის წამოვიდა. დოშირაკი გავმალოთ. ჩემი კატები არ მიირთმევენ კორმს და ამას მომატებ და მერე წყალს. კიტრი შემიძენია. მეორე დოშირაკი. ფასდათმობაში იყო ეს ყველი და ხანდახან როცა საჭმელს მივირთმევ ხოლმე, მე ჯერ ისევ მშერი ვარ, რომელიც 7 დაიწყო და ეხლა ცოტას მივირთმევ და ეს იქნება ჩემი კვება. მე ასე კომფორტულად გრძნობ თავს, ჩემი წონაში კლების საიდუმლოც ეგ არის, რომ მივირთმევ დღეში ერთხელ. ვცდილობ, რომ ერთი და იგივე დროს ვცდილობ, რომ თანაბარი ულუფები, მაგრამ მე დამატება მჭირდება ხოლმე, ძილამდე კიდე ვიმატებ და გახოხული პური კრემყოლით ძალიან კარგია. ცოტა ავოკადოს თუ დაადებზეთ და ცოტა თევზს იდეალურად.
მეოთხე მოჭიქული ყველი. მოჭიქული ხაჭო. ამპურებს რატო რო კეტამენ თავს იფქლე. იმ ხელა ქაღალდში ჩადე რომ ან ტურტლიანი ხელი არ მოიკიდოს. და მე პირდაპირ ვაგდებენ ხოლმე გასატარებლად მაგაზე საერთოდ გადავდივარ ხოლმე კვიდან. რა ვიყიდე არაფერი საღამოს ბავშვს ვაჭმევ პრინციპში ხალხი კარტოფილი მინდოდა და ჩემი ბოსტნეულის მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა. ხოთა მელოდება ეხა გემრიელი საჭმელები წავიღე. და საერთოდ მაქვს ჩამოსახსნელი კატებს უნდა ვაჭამო და რო წამოწყობი აღარ ავდგები, იმიტომ რომ დილას ჩემს მეგობარს რომ არ დაერეკა, იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ მაღვიძარად შეცდომით დამეყენებია 9:30-ზე და არ ვიცი საკუთარ შვილს 9:30-ზე რომ გააღვიძებ, მე სკოლაში როგორ გინდა რომ მოასწროს მისვლა. ვერ ვხვდები. ლუკი აიცადეთ ჩუსტები დავიწყო, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გაჩვენოთ ჩემი მიკი მაუსები, გიჟდები, არ ვიცი ჩანს თუ არა. ეხლა ჩანს. დამბრუციანიც რო არ. ეს შარვარი რომელიც არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონს, ორი ცალი მაქვს, მეორადში ნახეთი და არ ვიხდი. შევუდგეთ ახლა მილაგება მოლაგებას. მე აქ დაგემშვიდობებით. გისურვებთ კარგ პარასკევს საღამოს. ყველას მოგიხდით მადლობა სათითაოდ ყველა კომენტარისთვის. თუ რაიმე კომენტარს ვერ პოულობ და პასუხს არ გცემთ, იცოდეთ რომ უბრალოდ ვერ გპოულობთ. სამწუხაროდ არ ჩანს თქვენი კომენტარი, იმიტომ რომ ყველა გზით ვცდილობ რომ ყველა კომენტარზე პასუხი გავცე, ხან ვიდეოზე შევდივარ, ხან ანუ ყველა გზას ვხმარობ ხოლმე, მინდა რომ ყველას მოგეფეროთ, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემთან ურთიერთობისთვის, ჩემთან ყოფნისთვის და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ცხოვრება ძალიან ძალიან კარგია. საინტერესოა. ბედნიერება. და რა ვიცი, ეგრე რა, გამოიწერეთ ძალიან ბევრი გოგო, ბიჭი. მიყურებთ გამოწერის გარეშე. ეს მე არ მაკლდება არაფერი. მაინც მერიცხება. პირველი კომენტარი დაიწერა ვიდეო ავტორთან, დრო ავწყინავდა, ასეთი სათაურით და ასმათ ხატაძე მიწერს მოგესალმებით ორიკო. აი ასე ვცდილობ როცა მცალია ყველას მოგეფეროთ ყველას რაღაცა ჭირს, რაღაცა მაქვს, იცით ეგ კაცი. ძალიან ისეთი კაცია. მე რაღაცა მაქვს, კარგზე ლაპარაკობთ. ძებნად YouTube-ში, მაგრამ არაფერი ხეირიან. წავედი ახლა მე არ მეთმობით, მაგრამ ძალიან მშია და ეს ადგილი ნერვებს მიშლის, ყველაფერი თავზე რომ დავილაგე. მადლობა.